ჩვენ უყურებდით ნაწყვეტს ადგენის წარმოდგენისას, რომელიც თბილისში ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავშირმა ქართული საბრძოლო ხელოვნება. იყვნენ ქუთაისის წევრებიც წარმოდგენილები. ერეკლე, ის რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, იქ ჭიდაობის სახეობებზე, იარაღებზე, ყველაფერი ეს იყო ნაჩვენები კადრებში, რამდენად საინტერესოდ მიიღო ის ჩვენმა თანამედროვე მაყურებელმა და რამდენად კარგი იყო სანახაობრივად მათთვის. გიორგი იყო ქარქაშაძე და ზურა კაპატაძე. ქუთაისთან ორი კაცი იყვნენ. აი საკუთარი სისხლის დაქცევის ფასად დაუჯდათ ამის ეს ყველაფერი ვარჯიშები. კი კარგია სანახაობრივად, მაგრამ აი რო იცოდეს თითოეულმა წინა პერიოდი აქვს ამას. ან წინა პერიოდი, ან როგორ შევითვისეთ, ან როგორ აღვადგინეთ, ან როგორ ვიარეთ ექსპედიციებზე, ან რამხელა წვლილი მიგვიწვის. ჩემთავს კარგი გამორიცხავ აი ამ ბიჭებს. აი ჯერ ფინანსური არავითარი დახმარება არ ყოფილა. ეს მე განსაკუთრებულად დახმარებები ქონია ისე ჩვენ. მაგალითად აი რუსთავში რო ვიყავით ჯერჯერობას დასული, გამოგიყვეს ერთი ავტობუსი დავისავწავით და იქ პატრიარქმა მოგცა გამგული თანხაც. გიორგიც კარგად იტყვის შემდგომ. ყველას მოგახსენებს გიორგი თუ როგორ აიყვეს ყველაფერი და აი გვერდ გვერდში თანადგომა. აი ყველა სახის თანადგომა დაუშვათ ისტორიკოსები რო ჩვენ გვერდში დადგენ იმაში თუნდაც მოკლევაში. აი ყველაფრის დროებთან წერდეთ ვარჯიშები გვაქვს. აი გიორგი როგორც ავარჯიშებს ასევე თვითონაც ვარჯიშობს. მე პირადად ქვიტირშიც მყავს გახსნილი კლუბის სკოლაში დიდი დახმარება გამომიჩინა ქალბატონმა რუსუდან ჩოგოვაძემ, სკოლის დირექტორმა, სარაჩიც გავსენი კლუბი იქ ახლა რაც შეფერდა ვარჯიშები, მაგრამ აღვადგენთ. აგერ გვაქვს კიდო ის საშუალება და გვინდა გავხსნათ ზესტაფონშიც, თერჯოლაშიც, გავახსოვოთ. ეს არის ცხოვრებისეული, ეს ყველა კაცი მებრძოლია საქართველოში. ყველა ადამიანი მებრძოლია. აი იაპონიას ვახსენებდით ხომ ჩვენ? იაპონიაში კანონი აქვს რომ 13 წლიდან ბავშვი ვარჯიშობს. ჩვენთან ქართულ საბრძოლო ხელოვნებას რამდენი წლიდან არის სასურველი რომ ბავშვი ჩაერთოს ამ ხელოვნებაში და დაიწყოს ვარჯიში. იცით, ახლა ყველაფერი განსაზღვრული არის ჩვენთან, საერთოდ კაცი ქართველი რო იბადება, ის უკვე მებრძოლად იბადება. ეს ერთი საქართველოში პატარაობიდანვე მიმდინარეობდა ბავშვის ფიზიკური აღზრდა. ეს ლიტერატურაც არსებობს უკვე ვასუელაშვილი არის გამორჩეული იმით, რომ აქვს აღწერილი ქართული ჭიდაობა. აი თუშეთში იყო მაგრამ სპეციფიკური აღზრდა მებრძოლის, რაც 8 წახნაგა ჯოხი იყო და ამ ჯოხიდან გამომდინარე რაც სპეციფიკური ვარჯიშები იყო იქ და აგრეთვე აღნიშნავ იმას, რომ ბავშვი პატარაობიდანვე აჩვენდნენ ცხენს, აჩვენდნენ იარაღის ფლობას, აჩვენდნენ მაგალითად აი გარისობა, რასაც ჩვენებური ენით უხსოვთ, ეს არის აი გველის მჭამელში რაც აქვს ვაჟობშეულს მინდიას ენა. აი რომ ბავშვი რომ გავიდოდა ტყეში მაგალითად, მას უნდა მოეძებნა წყალი, მას უნდა მოეძებნა საკვები, თანამედროვე ენით ვთქვათ, პარტიზანული ბრძოლა რასაც ქვია. ეს უნდა ყოფილიყო მთიელი, ის უნდა ყოფილიყო ველის ადამიანიც, კლდეში ცხოვრებაც უნდა შეძლებოდა, მას ყველაფერი უნდა ესწავლა. შემდგომი ეტაპი უკვე მისი იყო ნელ-ნელა ართულებდა ის ამ მარტივ ვარჯიშებს. განსაკუთრებულად აი შვიდეულის შემდგომ შვიდეულობით ყოფთ ჩვენ სულხასაბას ლექსიკონში რაც არის შვიდეულობით ყოფთ ყველაფერს და აი შემდგომ უკვე ის იწყებდა ძალისმიერ მეთოდიკას. იწყებდა მხედველობით, რომ მას მებრძოლს უნდა კონდეს მხედველობის უნარი. რომ უნდა შეიმესნოს მხედველობა დაუშვათ, როცა წინ პირისპირი ბრძოლა აქვს, დაუშვათ შეიძლება იყოს საფრთხე გვერდიდან მოპარვის. შეიძლება უკნიდან მოპარვისაც უნდა იყოს, სვენაც უნდა კონდეს მას გამორჩეული. ყურადღების კონცენტრაციის განსაკუთრებული ყველაფერი აბსოლუტურად. მოდით გიორგისთან გადავიდეთ შეკითხვით. გიორგი, მოკლედ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად ხშირად ტარდება ფესტივალები, რომელშიც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება და კონკურსები. არის თუ არა, რომელშიც ვთქვათ საბრძოლო ხელოვნებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ბატონმა ზაზაკორინთელმა ძალიან კარგი რამ გააკეთა ერისთვის, ესე იგი არტგენი. ეს ამის მიზანი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების, ქართული მუსიკის ცეკვის და ეს ამ ხელოვნების ესე იგი გამოაშკარავება ხალხისთვის და შესაძლებლობა მიეცა ყველა იმ ადამიანს, ვისაც რა ნიჭი ჰქონდა წარმოეჩინეს ეს ნიჭი არტგენის ფესტივალზე. ჩვენ ესე იგი მიგვიწვია ბატონმა ზაზაკორინთელმა ამ პროექტში ქართული საბრძოლო ხელოვნება, რის გადაც ესე იგი შეიქმნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ნაკრები 10 კაციანი და
კონკურსები ტარდებოდა კი თვითონ არტგენში და როგორ იყო იცი ვინც გაიმარჯვებდა კონკურსში მას შეძლო თბილისში ჩასულიყო გამარჯვებული გუნდებს და ჩვენ ისე მოგვიწია რომ კონკურსიც არ დაგჭირებია და თელი არტგენის განმავლობაში დავდიოდით საქართველოს ყველა კუთხეში მოვიარეთ პირველად ვიყავით უფლისციხეში უფლისციხედან მე მოგვიწია კახეთში ვიყავით შავხევსურეთშიც ვიყავით სვანეთში ვიყავით ოზურგეთში ვიყავით ქედაში ვიყავით და საქართველოს ყველა კუთხე მოვიარე წამოაჩინა ქართულმა ხალხმა თავის ხელოვნება ყველა კუთხეს ჰქონდა დავალებული თავის კუთხის სიმღერა ყველა კუთხეს ჰქონდა დავალებული თავის კუთხის ცეკვა და ჩვენ ესე იგი ვიყავით არტგენის მონაწილეები თვითონ ამ არტგენის და წარმოვადგენდით ქართული საბრძოლო ხელოვნების ილეთებს და რითაც ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა ხალხი ავტოონებას გამოხატავდა და ძალიან მოხარული იყო რომ ეს ქართული სული ეს ძალიან წარმატებული პროექტი იყო ასევე თურქეთში ჩატარდა ტროას ფესტივალი სადაც ვიყავით ჩვენ ჩასული რამოდენიმე მოცეკვავე გუნდი იყო და ვიყავით ქართული საბრძოლო ხელოვნება და წარმოადგენთ ჩვენი ქართული საბრძოლო ხელოვნების ილეთები და აი ავტოონებას ვერ მალავდნენ 5 ქვეყნის კონტინენტიდან იყვნენ ჩამოსულები იქ თურქეთში და აი გაოცებული იყო ხალხი ჩვენი შესრულებით და ჩვენი გაკეთებული მითით და ეს ამაში ძალიან დიდ დამსახურება მიუძღვის ბატონ ლაშაკობახიძეს და გიორგი წიწილიაშვილს და ყველა იმ მონაწილეებს ვინც მონაწილეობდით თავის დაუზოგავშრომით და თავის თავდადებული მუშაობით. ძალიან კარგი და დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ბოლოს მინდა ალბათ ბატონ ერეკლის გადავწე სიტყვა და მკითხო ახალგაზრდები რომლებსაც თქვენ ავარჯიშებთ ვაჟკაცები რომლებიც იწვრთობიან ქართული საბრძოლო ხელოვნებით რამდენად მარტივად ითვისებენ და გენი რამდენად იღუძებს დღეს? უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენ პირველ ხანებში პირველ ეტაპზე განვიცდით დარბაზის დეფიციტს და მე ჩემი კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ტარიელ ფარჯანაძეს სადაც მან სრულიად უსასყიდლოდ ყოველგვარი გადასახადის გარეშე და დიდი დახმარებით მოგცა იმის უფლება რომ გვევარჯიშა ჩვენ მის დარბაზში ძალიან წინსვლა მოგცა მან დიდი წინსვლა მოგცა რაც შეეხება ბავშვებს აი იცით რა ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმით რომ ბევრია ბავშვი მომსვლელი ბევრს უნდა ვარჯიში მაგრამ სოციალური მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდა თელ ქუთაისში აი ძალიან ძნელი იმიტომ რომ მქონდა შემთხვევა მე რომ ბავშვებმა ივარჯიშენ ტრანსპორტის არ ყოფნის გამო ბავშვები აი როდესაც ზამთარში ვარჯიშიდან წავიდნენ აი მაპატით ბავშვი რომ ივარჯიშებს ის გაოფლიანდება რომ წავა ის გაცივდა ერთი ორი გაცივდა რაც ერთმა დაანება თავი რაც მოხდა ასეთი სიტუაციები და ბევრი არის ბავშვები და ნამდვილად მასში უყურებ ეროვნულ ძალას რომელსაც აინტერესებთ კი არა უყვართ და ვეძლებენ უკვე ქართული საბრძოლო ხელოვნების გარეშე დიდი მადლობა მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ თქვენ კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ქუთაისის ორგანიზაციის წევრები გესაუბრებოდნენ მადლობა ბატონო ერეკლი გიორგი და წარმატებებს გისურვებთ